Wow. Tiko, მოგესალმებით. ნინიკო. რამდენი ხანიც გადაცემა არ ქონია, იმდენი ხანია არ მინახე ხარ. არა, ხო შეთავაზული. მართალია, ბავშვი ნახა. ბავშვი ნახე. მოგესალმებით ყველას, ჩვენ დავბრუნდით, ალბათ ინტროში ნახავდით, რომ ძალიან განსხვავებული, არა, პრომოში ნახავდნენ, რომ ძალიან განსხვავებული გარემოში ვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ძალიან განსხვავებულ გარემოში ვართ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა ბინა იყიდა. ეს ჩემი ოცნება არის როგორც. მაგრამ манифестация კაია, წელს იქნება მაგიხდეს. კაია. სიამოვნებაში არ გვიყიდია ბინა, მაგრამ ვართ სახურ გარემოში. მე ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ის სტუდია ძალიან მიყვარდა, ბევრი მოგონება გვაკავშირებს, მაგრამ ის შილაფლავისფერი ფარდა აღარ შემეძლო და ახლა ვარ წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი გადასარევი. სადაც ჩვენი პოსტერებიც არის და აგერლა წურწუმია დევნა. იცით ეს რასაც ნიშნავს? ჩვენი ერთგულება. ჩვენ და მოკლედ ძალიან გახარებულები ვართ ამ ამბავზე. ძალიან დიდი მადლობა. ვის? Cafe Airs, რომლის სარდაფშიც ჩვენ წერთ ახლა ამ გადაცემას. ძალიან დაგვეხმარნენ და მოგვიწყეს ასეთი ლამაზი გარემო. და ეს არის რაღაც ბეტმენივით არის რა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში არის კაფე და ღამის განმავლობაში შეგიძლია რომ პოდკასტები ჩაწერო და ახალ სტუდიას აკეთებენ და თქვენს თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ დავკავშირდეთ. უბრალოდ coworking space-იც არის და შეგიძლიათ სახლიდან რომ თუ მუშაობთ და ხანდახან გინდათ რომ გახვიდეთ გარეთ, კაფე არის, რომელიც რა მისამართია? გერანტი კიკოზის 10. ერთი რაღაცას ძალიან სიამოვნებს, რომ ჩვენი ეპიზოდები უკვე იდება YouTube-ზე, როგორც იცით და ჩვენთვის უფრო ნათელია იქ მხოლოდ YouTube-ის კომენტარებს ვკითხულობთ, იმიტომ რომ YouTube-ზე კარგად. მან კარგები გვიწერი. ხო. და ჩემი საყვარელი ნაწილი არის ის, რომ კაცებს უყვირთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურება სიამოვნებით. ბოლომდე. როგორ ბოლომდე ვუყურე რა მჭირს? და რაღაც ესეთი, ამიტომ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ მხოლოდ გოგოებისთვის არის ეს პოდკასტი, მაგრამ სიამოვნებაში ასე არ არის. ეს პოდკასტი კაცებისთვისაც არის. და ერთ-ერთი კაცი, რომელიც გვიყურებს, აღმოჩნდა, რომ არის ბანკის თანამშრომელი მაქსიმე. და საერთოდ რო თქვი ახლა შენ რომ ბევრიო, ეს ბევრი ძალიან გვეხარია. ჩემი აზრით ახლა ჩვენ რომ ეს ხალხი ხვდება და გვიზიარებენ, კაი იქნება ის თუ ცუდი არის, აი ზუსტად ის ოდენობა პოპულარობის რაც მინდოდა. ვინც მინდა მარტო ის მცნობს, მოდიან რასაყვარლები ხართო, ეს მაქსიმე ჯერეთი მიცნო. იმ გოგოს გავხარო, ორი გოგო როაო. მე რო აქ პოდკასტიო. ორსულად რატო ხო და დამეხმარა რაღაცაში ისე როგორც სხვებს არ ეხმარებიან ხოლმე წესით, ძალიან ისეთი რაღაც გამიკეთა და მე მითხრა რომ უბრალოდ გიყურებდითო და მე შენო ერთხელ თქვიო რომ აი ეს ჩვენი პოდკასტი ხო გოგოებისთვისაო და აი მათ გავთიშეო და ბოდიში აი ძალიან დიდი სისულელე მომენტი და მაქსიმე დაბრუნდი და აგრეთვე ყველასთვისაა, ვისაც დაქალთან დარჩენა უნდა. და ეს პოსტერები მის დაგვიმზადა. კი. პოსტერეშენი. ასე გვითხრეს რომ შეგვიძლია მივიდეთ და ნებისმიერი პოსტერი დავამზადოთ. აკუმზადოთ, იმიტომ რომ გიყურებთო. ანუ პოსტერეშენი გვიყურებს. მე ძამაწოს Bridget Jones-ი შენ საყვარ და Rebel the Way. მოგწოს რა, შენ თქვი დაამატეთო. ჩვენ მიფიქრებულია რები იქნებოდა. მე ამბახე სული ხო ძალიან. მე ამბახე სული იყო, სხვა შორის რაზეც ორივე ვთქვით რომ კი გვინდა. მე მიყვარს ეს რომ მაგრამ ჩვენ დავბრუნდით 2026 წელია უკვე. ანუ 2025 წელს დავიწყეთ და ახლა 2026 წელია. არავის არ მოენატრება 2025-ში. ერთ-ერთი რაც კაი მოხდა მსოფლიოში, ჩემი შვილი დაიბადა. როგორც იქნა, აღარ ხარ ორსულად. ანუ ერთი წელი ვიყავი ორსულად. აუ ის სტატისტიკა რო გავაკეთოთ 2026 25-ის. ორსულად ვიყავი ერთი წელი. გავაჩინე ერთი ბავშვი. 4 კილო და 150 გრამი და ძალიან მომაყობა, იმიტომ რომ სუმიდო და პუტკუნა ბაია. რომ მოყავდათ სუიასავითაო და მეთქი yes. ნახევრად უგონო მდგომარეობაში ხდება ეს. შენ რო ხარ თუ ბავშვი? მე. ცოტა გამიკვირდა მე რა. ჭიპლარი ქონდა შემოხვეული და რა მოხდა? ჭიპლარი კაი ხანს ქონდა შემოხვეული და მე მგონი ეს საერთოდ მოირგო და ეს მოუხდა და ჩათბა და გაჩნდა 450 და სიმაღლეში 52 გოგო ფუტკი. და მოკლედ ხო, ესე იგი ერთი ორსულობა კი, ერთი ტიმოთე, 0 ფესტივალი. შენი სტატისტიკა მითხარი ნინიკო აბა. სადღაც 5 თუ 6 ქვეყანა. რაც ხო მე და შენ ერთნაირად დატვირთული ნოემბერი გქონდა. ძალიან, მეც საზღვარგარეთ დავდიოდი ლოტკინზე. მან ვიზები არის ისე? თუ ვიზები მოსლაგოთ. ნაცნობობით ხდება. ხო. დედაჩემთან დავდიოდი. 4 დეითი. ანუ ეს რას ყოველ გადაცემაში ვლაპარაკობ, ეს 4 დეითია.
4-ჯერ ვიყავი დეიტზე. რო გაყარა კვირაში რამდენი გაგემრეკება ნოლიმთელი? ხო, რამდენი? ნოლიმთელი გამოთვალოთ. 4 დეიტზე იყავი გოგო სულ 365 დღეში? 4 სხვადასხვასთან. ხო. ხო. მაშინ გაი. არც ერთი განმეორებითი დეიტი არ მქონია. ეტო. არა, ერთი მქონდა, მაგრამ მეორე დღეს შევხვდით ერთმანეთს ითვლება. ანუ იმ 4-დან 2? არა, ანუ იმ 4-დან ხო. ერთი მეორე იყო რომ ორჯერ შევხვდით. და მე რა მეცნება ისი რომ საფრანგეთში რო ვიყავი ბიჭთან დეიტზე და რო დაგირეკე ახლა დეიტი პაემანი არის დამიწყებები საფრანგეთში ვიყავი ბიჭთან პაემაზე და შენ რომ მოგწერე და რომ მინდა რომ რაღაც კარგი რაღაცები გითხრა და მაღალია ბიპოლარი ესეთი კარგი თვისება აქვს და ხო, მაგრამ ძალიან კარგი პაემანი იყო ეგ. როგორი, ანუ მე მგონი ყველა საინტერესებს შენი ორსულობის გამოსა. ყოველ შემთხვევაში მე, იმიტომ რომ მე არაპირებ და მაგრამ რას არაპირებ გაიგო რომ გაგიხარდეს. ხო. იმიტომ რომ თიკოს ქონდა ესეთი წარმოდგენები ორსულობასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს რო გააჩენა 3 დღეში მტკვარზე წავიდა რეივზე, 3 კვირაში მოდიში, მაგრამ პასიენზე 48 საათიანზე. გავიდა 3 კვირა და სად წახვედი? 3 კვირა გადაცემები ჩავწერთ. ხო არ აღმოჩნდა მარტივი. და საერთოდ ძალიან ცოტა გვწოდნია მე მივხვდი დედაჩვენების გამოცდილებაზე და აქედან მინდა ყველას უთხრა გაუგზავნოთ ჩახუტება, სიყვარული კოცნა, ყველა დედას მეძუძურსაც და არა მეძუძურსაც, იმიტომ რომ სულ ერთია, ანუ შენ ძუძუზე ყავს ბავშვი თუ არა, დედები 2 საათში, დედა არის სამუშაო, ანუ როცა გაგაჩენს დედა. ჩათვალე რომ 24 შვიდზე მუშაობს. ანუ ეს არის სამსახური ხალხო, რომელიც მე არ ვიცოდი თუ 2 საათში ერთხელ უნდა გაგვიძოს. ანუ სულ ღამე 2 ცხოვრება გაქვს. დილითაც ხო ხვიძავს და ღამითაც ხვიძავს და ესე იგი 12 საათი მე ბავშვთან მარტო ხარ და ყოველ 2 საათში ერთხელ აჭმევ. ყველა ბავშვი ესე არა, მაგრამ მაინც და მე ავირჩიე ეგ რომ ძუძუზე მყავს ბავშვი რა. და მე შეიძლება უკვე კომბინირებულზე გადავიდე, მაგრამ მაგაზე მინდოდა რამდენიმე რაღაც მეთქვა. იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩვენთან ძალიან დაბალდონეზია პირდაპირ ვიტყვი განვითარებული ცოდნა, ცნობიერება, ყველაფერი ჯანდაცვის სისტემის კუთხით, ლაქტაციაზე, მეძუძურობაზე, მამოლოგია და ასე შემდეგ. მიზეზი ამის ის გონია, რომ კაცებს არ აქვთ ზე. კაცის ზე გავახსენე. ნუ როგორ ჯერა, მაგრამ კაც რო ზე ქონოდა ახლა და ისა რა ქვია, ბავშვებს აჭმევდნენ, წარმოგიდგენთ რა დონეზე იქნებოდა ხო მამოლოგია. მე არა, კინაღამ ძუძუ მომჭრეს. მოკლედ, თუ გადავწყვეტ რომ ბავშვს ძუძუ აწოვოთ, გოგოებო გთხოვთ იყავით მზად იმისთვის, რომ დაგისკდებათ ძუძუსავები. ამ დროს რახან დაბალდონეზია ყველაფერი და შამანურ წესებს უნდა მივმართოთ, მე მიშველა კაკლების მალამო. მე ვაგზელებს თუ გააქვთ ანთებითი პროცესი გახურებული ისა ესა, მიკეთია. რა არ მეტყობა? მე ჩაიში უნდა ჩამიწო. გებცები როცა დახმარება მჭირდებოდა. მასტიტი დამეწყო. ანუ გეტყვი, კაკლების მალამო არის უკვე ძალიან დიდი ხანია ეს არსებობს. რო იწყებ ესე იგი ძუძუთი ყვებას, ძუძუთავები გისკდება და ეს ჭირს ყველა გოგოს ჭირდა სამშობიაროში ჩემთან და არ ვიცოდით არავინ. ყველას გეუბნებიან, წაისვიე ეს, გქონდეს ეს სილიკონის თავები, გამოიწველე და მოკლედ ისე რა ქვია, უფრო მე მოეჭიდება ბავშვი. არა. კაკლების მალამო. თუ ანთებითი პროცესია კომბოსტო. ანუ ხვდები რა პერიოდში ვართ. 1380 წლის ხალხი ალბათ როგორც იქცეოდა ან პირველი საუკუნის არ ვიცი. დავდიოდი გოგო, აქეთკენ მქონდა კაკალი, აქეთ კომბოსტო და დამემართა მასტიტი. ჩამოუარე 3 ეს მასაჟისტები ხო მომდიოდნენ. არ არის, მაგრამ მინდა რომ ხალხმა იცოდეს. მასტიტი და ის თუ დაგება და კიდე ერთი Facebook ჯგუფები, სადაც გეუბნებიან, რომ ანთებადი ძუძუ, ან საერთოდ ანთება როცა გაქვს, სიცხეში, ცხელ ჰააკაში ჩაყო, ცხელ წყალში ჩაყო, არ ქნათ გთხოვთ ეს ხალხო. ანთება ნიშნავს, რომ ცხელი არ გააკაროთ. და თუ გამოსაწველია რძე, არ ჩაიტოვოთ და თქვენით არ ერთად ვუნოთ, ესე თქვენით მასაჟისტები დააზიანებენ ქსოვილებს. არა, ანუ არის მიმდენ მასაჟისტი. ვაიმე, დარეჯანი. და ისე მიწერია დარეჯანი ძუძუ. ყველაზე მაგარია რომ ტაქსი გამოუძახე. პერ კაცი ეყოლება ესეთი კალი ჩაწერილი. ხატნა ძუძუ. და მაქვს ეს საშინელი რაღაცა ჩატოვებული რძე, უკვე 2 დღეში ან უნდა გამიჭრან ძუძუ და ამომჭრან ქსოვილები, ან ადექიო და 1-2 დღეო ცადეო მეუბნება მამოლოგი.
გამოაწველინეო მაგარ მასაჟის მიმართეო ვინმესო და შეიძლება გადარჩე გაჭრასო. და გამოვიძახე ახლა ეს ქალბატონი დარეჯანი ღმერთმა გამომიგზავნა. და დარეჯანი ძუძუ ესე მიწერია მაშინ რა ქვია სატელეფონო წიგნაკში. ხო და გოგო ამ ძღოლს რო ესე იგი წამოეყვანა, იმიტომ რომ შორს უნდა შორიდან უნდა წამოსულიყო. მთლად პატარა ასაკის ქალბატონი არ არის და დავუკოპირე და ესე დავუკოპირე პირდაპირ. დარეჯანი ძუძუ გთხოვთ დაურეკეთ როცა იქნებით დედობა ყოფილა ისეთი რაღაც რომ ესე იგი მთელი ღამე 2 საათში ერთხელ აწოვებ მე უნდა დაიწვინო ესე რომ მოაქაფოს არ დაიხჩოს ბავშვი იმ წელში მე ანანავებ არწევ და იმაზე დავფიქრდი რომ ანუ დედაჩვენებს ესე უყვარვართ დედაჩვენები ესე გვარწევდნენ და ესე ათენებდნენ და ეს გათენება და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს იმაზე მე რა ხო ის მენტალობაზე და კი, ახლა ველოდებით რამოდენიმე წუთში რომ მორჩებით ამის გადაღებას, ველოდებით რომ ბავშვი მოვიდეს და კი, უნდა ვაჭამოთ. კი. მე ვჭამე გემრიელად. ჩემით, იმიტომ რომ გავიწერ. მე არ მიჭმევია. შენი რძე არ გამისინჯობს ჯერ. ჩემი ჰობი არის თუ ან მოვედი შენთან სახლში, იმიტომ რომ მეთქი შემომთავაზებს თქო და რძეს. ან ოსპის სუპი მაჭამე მარტო. ანუ შეც გაიგერო ისა ცნობილია რომ თან აი ხო მიყვარს, ანუ მე ჩაის ვამ რძით და რატო არ ჩაისაც ხალხო, იმიტომ რომ ბრიტანეთის. ხო, რა თქმა უნდა. და კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ ვიტამინები გაკდება რა მაგ დროს, ანუ ორი ადამიანისთვის იკვებები და მიიღეთ ხოლმე ვიტამინები და დამხმარე. აი თქვენ თუ ვიღათ გიყვართ და იტყვით, რომ მე მისგან შვილი მინდა, მარტო გავზრდი, არ გაბედოთ. ეს არის საშინელი გადაწყვეტილება. 3 ადამიანი უნდა გეხმარებოდეთ სულ. მე მყავს დედა, დედამთილი და დედამთილის დედამთილი, 2 დედამთილი, წვილი არ არის, ერთმანეთის დედამთილები, ის ერთის მეორე დედამთილი. ქმარიც მყავს. გამახსენა. არა, ძალიან ჩართული არის ჩემი ქმარი, ჩემი ბავშვის მოვლის პროცესში, მაგრამ ქმრის გარდა და შენი თავის გარდა არა, ქმრიანად, ქმარი, დედა, დედამთილი, დედამთილის 4 გამოდის. ანუ ქმრის გარდა კიდე 3 გჭირდებათ. აუ, ძალიან ბევრი ხომ, მაგდა ხალხს არც ვიცნობ. რა ამბავია. ეს პოსტპარტუმ დეპრესია რაც არის გადავრჩი, მაგრამ იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი ეს ისედაც ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ ძალიან დამეხმარა ის რომ დამხმარეები მყავს და რომ ვიტამინებს ვიღებ და ისე რა ქვია, ნორმალურად ვიკვებები, თორე აბა ერთი ძილი არ მქონდეს და დამხმარე არ მყავდეს. მე უნდა აღვნიშნო, რომ იმდენი ილაპარაკეს ჩემ ფეხებზე. რომ ეხა ვარ დაჭრილი ფეხში. და მოგვიყევი რა არის. და ეს წინა იმიტუაცია. მე კი ვთხარი გაიხადეთ. ხო, თორე ესე გავიხდები, მაგრამ საშინელია. და ჩეხილ დასანტავიკებული ნინიკო და დღეს მივფრინო. ძალიან მაგარი. და დავდივარ ჯოხით. ხალხო. ანუ გახსოვთ ეს რო იცახდა, რომ თუ არა მაგას არ ამბობდი, ორსულობაზე არ ვიცი შენი ცხოვრება შეიცვალა თუ არა, რომ ხალხი კარგად გექცეოდა. კი. მართო ჯოხმა შეცვალა ჩემს მიმართ დამოკიდებულება. განსაკუთრებით როგორ მექცევა ტაქსის ცხოვრება. იმიტომ რომ ადრე ანუ სადახარ და ხარო ჩამოვდივარ იმ დღეს კარი გამიღო ერთმა რაღაცა მეთქი არ გინდა თვითონ არ მინდოდა მაგრამ ძალიან სიმოვნებდა და ანუ ყველგან მიღიმიან და რაღაცა და ფიქრობ რომ გამოვკეთდები ხო არ დავიტოვო ეს ჯოხი სტარება ჯოხით ხო არ ვიარო აი იგივე ვიფიქრებ ეს მუცელზე ანუ ჩვენ უნდა ვიაროთ რეკვიზიტებით ისე რომ პატიკის ემა დავიმსახუროთ სანდაირად არ გამომდის. ბალის ჩავიდებ მე, შენი თუ ხარ ეკითხინივით. კასტილები და ვიყოთ ესე ნინიკო. აი ესე თუ ანუ შეშემოპირი ან ორსული ქალი. მაგრამ კაია ეგენი თუ მაინც ყავს ქვეყანაში უკეთეს მდგომარეობაში. რაღაც არ მგონია, მაგრამ და ჩვენი სტუმარი არ ცხოვრობდა საქართველოში და ეხლა ცხოვრობს საქართველოში. და ძალიან მიხარია რომ ესეთი არტისტი ყავს ქვეყანაში. მეც. და ძალიან მიხარია ჩვენი წლის პირველი სტუმარი უნდა დარჩეს დაქართან და შემოგვიწვეს ლოგინში და თუ შეიძლება არ გადართოთ სხვა რაზე საიტზე არ დაარესტოთ. არ დაარესტოთ. იმიტომ რომ ჩვენთან ეხლა შემოვა მუსიკოსი და კომპოზიტორი ალექსანდრე კორძაია ასევე ცნობილი როგორც კორძი. ვაიმე, დაიწყო ჩვენი ახალი გადაცემა, ჩვენი პირველი გადაცემა, არ ვიცი საით გავიხედო, იმიტომ. ხალო, ეგ უკვე გაგიხარდა ინტროში. ინტროში გაგიხარდა ეგ. ჩვენი პირველი სტუმარი. ინტრო არის ჩაწერილი. ინტრო არის ჩაწერილი. ვაიმე, ნახე ვინყვა. ჩვენი პირველი სტუმარი, პირველი კითხვა რაც უნდა დაგისვათ, ეგენ დაგისვი, მაგრამ აქაც უნდა გავიმეორო. რა კითხვა გოგო, ჯერ როგორ ხარ? არა, ანუ ერთი წამი დავიწყოთ შოკ ფაქტორი.
ეს არ არის პირველად შენთვის, როცა ორ გოგოსთან ერთად ხარ საწოლში? ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ვიცი, მაგრამ კამერები არ იყო იქ. ხო. კამერებთან სხვანაირად გვიფასო ხა? არა, ეს არ იყო პირველი. მაგრამ ის უფრო ოფიციალური იყო, ასე თქვა. ხო. მეგობრული. ხო. Strictly. დაფრენზონებული შემთხვევა იყო ორივეჯერ. ძალიან საინტერესო განსაზღვრებაა დაფრენზონების. შენ რო გაფრენზონებენ ხოლმე ეგრე ამთავრებს? მე ზოგადად მოდი აქ დამიჯექი საწოლზე. მოდი მეგობრებად დავშჩეთ ესე მე. არა, ნუ ესე ცოტა უხერხულად ლოგინში ვიწექი მეც და ხო იცი არ ვიცოდი რა. ეხლა ხო აღარ ხარ უხერხულად. ეხლა თქვენთან ჩვენ ისეთი ახლობლები ვარ. შენ ესე მომამზადე რომ აი მეგონა რომ რაღაცა ლოგინი და საბანი და რაღაცა ხო იცი პოდკასტებში რო არის ის რაღაცა იმენა რო და თავში უკვე ამისთვის ემზადებოდი და მაგით მოხვედი. არა ეს რომ მოვედით მე რომ მოვიდა მე ვუთხარით რომ ორს ეს რო გვიჭიროს. აბა გამოიცანეთ რატო? შორს მიკროფონი. იმიტომ რომ საუკეთესო მიკროფონი. ეს საუკეთესო მიკროფონი მიჭირავს და მაგიტომ ეს კარგად იღებს ხმას. მოკლედ ეს ნინიკომ დაიჩემა რომ ეს უნდა გვეჭიროს რამეო. და ესენი არ ეწერს ხალხო. ანუ ხმა თუ არ იქნება ჩა. კავია ვთქვა რომ კი გააკეთეთ პოდკასტი. მიკროფონი არ შეგვიერთა. მაგრამ მობილურით ვიწერთ მას. როგორ მოგმართოთ პირველ რიგში კორც ალექსანდრე, სანდრო? შესახელი ალექსანდრე? ალექსაში. მე მეგონა კორც იყო სახელი და კორცია გვარი. ძალიან კაი რისერჩი გააკეთე. არა ჩვენ მაქვს რომ რაღაცა ისა შემთხვევით მოვედი აქ და არც გინდოდათ რომ ჩვენ ესეთი სტრატეგია გვაქვს რომ ეს ფოტონი აკეთებს რისერჩს და მე არაფერს არ ვაკეთებ. ოკეი. ძალიან კარგად შეაჯამე მთელი ხო? ხალხო, ეხლა მივხვდი. ანუ ექსპლუატაციის დონე. კი, კითხვებით, ინსტაგრამის მართვაც. მთელი ჩვენი 2000 კაციანი ინსტაგრამი. ინსტაგრამს რატო მართავ შენ? პაროლი დამოწდა. და მე ვეღარ შევდივარ. როგორ ხარ? წეგან გეკითხება. კარგად. როგორი წელი ქონდა? ჯეჯი ბოლო კარგად დაიწყო ძალიან. არა, წინა წელი როგორი? წინა წელი ძალიან ცნაური იყო. ცნაური რა, просто ეცოდა weird წელი იყო. აქ ძალიან აქეთ-იქით სტალღებში. ის გეწყინა რომ ტექ ოლიგარქებმა დაიწყეს სამყაროს მართვა. კი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი წინა წელს იყო შენი კონცერტი open air-ზე. რაც ეს კაი მომენტი იყო, გეთახმები. ძალიან კარგი მომენტი იყო. ჩემ მეგობარი ძალიან ბევრი დალია და გათიშული ეგდო და ესე მოგვიწევდი რომ ეს უნდა ნახო. და მაგით მოვაფხიზლე. და უყურეთ და ძალიან რომელი იყო საყვარელი? ყველაზე მეტად რა მოგეწონა? მე რამოდენიმე შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ სანამ მანდ მოვიდოდი რამოდენიმე დღით ადრე პატარა რაღაცა ჩავწერე შენთან ვიყავი მოსული რა და მაშინ პირველად შეგხვდი. სად იყავი მოსული? შენთან სახლში. მე ის ვარ. არ გახსოვს ხო? არა უშავს. შენთან სახლში იყავი მოსული? კი. რის ფარგლებში? რაღაც მიმართვა ჩავწერეთ თეატრის ხალხის ხარდასაჭერი. და მაგ დღესთანაც დაკავშირებითაც მაქვს ერთი შეკითხვა. ერთი ვიდეო ჩავწერეთ მოკლედ მიმართვა კამერაში ვიყურებოდა და მე ვუთხარი რომ მეთქი ეხა მე მიყურე და ისე ჩაწერეთ ხო რა და ეს უიო ცოტა დავიბენიო ცისფერი თვალები რო გაქვს. და მაშინ ეგ ფლირტი იყო თუ უბრალოდ და დასტორი ეს არ ახსოვს არაფერი. ფიზიკურად არ მახსოვს რა. შენი აზრით რა იყო ეგ? არ მგონია რომ ეს ვთქვი კამერას მაგ ჩაწერე. მაგრამ ვიღაც ხმა ჩაიწერა თუ რატო არ გავუშვით რა. არ ვიცი ეგ ხო და მაშინ რაღაც ძალიან ანუ სცენაზე იყავი სრულიად თავისუფალი ადამიანი და რო ვუყურებდი ანუ თითქოს სცენას ფლობდი რა რაღაცნაირად და ჩემთვის როგორც აგრეთვე ადამიანისთვის რომ სცენაზე გამოდის და ხუმრობებს ამბობს ეგ იყო აი რაღაცა ძალიან მისაბაძი სანახაობა რომ აი ვიფიქრე რომ აი იმედია, ოდესმე მეც ისე ვიქნები, რომ ვიღაცა რომ მოვაჩემს სტენდაპზე, იგრძნობს მაგას, რომ ხო ის რაღაცა, აი შენს ელემენტში რო ხარ რა, ადამიანი. აი ზუსტად ეგრე იყო და არ ვიცი, სან გადამდებია. ისტორია მაქვს შენო თქვი, იმიტომ რომ იქ ერთ და იყო ნანისთან ერთად დავყარეთ და ნანი უკან იჯდა
და ნუ უნდა მოემზადოს როდის გამოვა თან გვიან არის და რაღაცა და მე გავიგე ეს ყველაფერი რომ მე ხო სცენაზე გავედი და ღერი ვარ და ნანის რომ ალექსანდრე როდის იწყებსო დაკვრასო და ნუ უკვე 9 საათი უკრავო და მე ალექსანდრე უკვე უკრავსო და მე ნაიმ თურმე თქვა რომ არა აქ ვიღაცა გიჟი ტიპი გავარდა ვერ გესმის იმენად რაღაცა სხვა პერსონაჟი ეგონა ის ვინც წინ გავიდა მგონი რომ ვერ შენი აზრით შენი სცენის პერსონა განსხვავებულია შენგან? ვერ გეტყვი ესე რომ მე მგონი უფრო ესეთი უფრო თამამი რაღაცა უფრო ცოტა ანუ კორძი versus ალექსანდრე. ეს რომელია მოსული ჩვენ? ვეცდები რომ ნელ-ნელა ცოტა გათამამი. ოფენერზე რო ვიყავით და გელოდებოდით და ეს იყო დღის მთავარი მოვლენა, რომ კორძი იქნება და ნანი იქნება და ყველანი ველოდებით და ვიტანჯებით და რა მოხდა ბოლო-ბოლო რა? ტომ და ვიტანჯეთას. ეწამით, არ იცით თქვენ რა მოხდა? აი ეს გვინდა რომ გითხრა ბოლომდე. შუქი რატო ჩაქრა? 200 საათი რატო გავიდა? აი ვიცი პოლიტიკურად коррект როგორ თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილე იყო რომ ერთ გარკვეულ სასტავს არ ვიცი. შენ გვზე არ დავასახელოთ. არ დავასახელოთ. აი ეს გარკვეულ ჯგუფი X ქონდა კონფლიქტი ჯგუფი B-ს, ხო. და ჯგუფი B იყო სასტავი, რომელიც შუქს აკეთებს და ხმას და ჯგუფი A იყო მუსიკოსები, რომელიც სცენაზე იყვნენ. ესე გაგრძელდა ეს კონფლიქტი, რომ ვიღაცა ცემა, მერე ვიღაცა მეორეს შუქი გამოურთო და მერე აი ცოტა ვაიმე ცემეს. ვაიმე და ეს ხდება ნანის მოსვლის წინ. ხო, სირცხული. ხო, დაახლოებით და ზუსტად რო გითხრა რომ ზუსტად ვიცი რა მოხდა, მაგრამ იმდენად გავრცელდა და მომენტი იყო სხვადასხვა იქ რომ ვიჯექით და ვიფიქრეთ რომ შუქის აი გენერატორი წავიდა, ანუ ფიზიკურად. ხო. ეგ მიზეზი გირჩევნია პერფორმანსის დაგვიანებისთვის თუ ტექნიკური ხარვეზი ქართულ პონჩში? ტექნიკური ხარვეზი ეს იცი რა იყო კაი ამ ყველაფერზე ახლა გეტყვი, იმიტომ რომ იმხელა მოლოდინი შეიქმნა, ანუ რაც შემდეგი მოხდება რომ რაღაცა კაი უნდა იყოს, რომ აი ბრონს ცუდი ყოფილიყო მგონი, მაინც ყველას გავხარდებოდა და თან კაი რო იყო. მგონი ის იყო, ხო იცი რა. თან გადაშიარდა. მიყვარს თავდაბალი მუსიკოსები. და ყველაფერი კაი ისეთი შესლობა გავაკეთე, რომ 1 საათი კი არა, უფრო მეტყარ შეგეძლოთ ლოდინი. არა, მართლა ძალიან კაი იყო. რამდენი ყველამ გადააშიარა ის გული ამეტირდა. კი, რაღაც თან ამდენი ნატანჯი და ესეთი ხალხი ვიყავით იქ. ხო, 2 საათი ველოდები დილის 2-ზე. მე იცი რა იყო სადაც რომ მე არა, მაგის გამო არ ვიყავით ნატანჯი. იცი. არა, შუქი რო წავიდა დასაწყისში, მე მეგონა რომ ეს პერფორმანსის ნაწილი არის. მე მეგონა რეპერები ეს აი ცოტა აკეთებენ შვეიცარიული სტანდარტები ხალხო. შენ გეგონა რა, რომ რეპერებმა დადგეს პერფორმანსის ნაწილი არის რომ მიკროფონის გარეშე რეპავენ. როგორც ჩვენ. ეს ეგ მოხდა? ხო, იმიტომ რომ ხმა იყო ჩართული და შუქი არ იყო. ეგონა ამას. და მე მიფიქრე რომ შეიძლება რაღაც 5 წუთი აქვს რაღაცა პერფორმანსი. რომ სადამდე მიწდება ჩვენი ხმა. ხო, რა აი ხალხთან უფრო რაღაცა ინტერაქცია, რომ ვიფიქრე რაღაცა ნაწილი არის და გარეთ ვიდექი და უყურებდი რა, მაგარი იდეა არის. მე 9 საათი რო გაგზავნა მივხვდი რა. ამიტომ მე სპორტშობა კროჭა. ეს ხო გამორთო დინამიკა. შენ ძალიან გიყვარს ხო TikTok-ი? მე TikTok-ი. აი TikTok-ები გაქვს ძალიან. მადლობა. მე გაფოლოვდი როცა მქონდა TikTok-ი, მაგრამ წავშალე. მაგითო აღარ უყურებ ჩემ რილზე? ხო, და მე ძალიან განვიცდი რომ მარტო მე ვარ ვინც კომიტიდარი მიკროფონზე და დაიჭირე. უი, cancellation-ზე, დაკენსელებაზე მაქვს კითხვა. შემდეგი დაკენსელებული არტისტებიდან რომელთან იმუშავებდი? კანიე ვესტი, კრის ბრაუნი, მერლინ მენსონი თუ ვარ გვიკერნესი იგივე ბურზუმ? ბურზუმი დაკენსელებულია? რა ვიცი, ის საფლავების და ძალიან სპეციფიკური ხო? ბურზუმი. ხო დაწვა კადრები. მომენტ. ხო? არა? ოკეი, არ ვიცი ბურზუმ ხო ეს ძალიან ანუ ბურზუმთან მინდა. ანუ ის არ მინდა, არ მიყვარს. ნოიზ მუსიკა, საიდან მოიტანა ეს ხელი კანიე ვესტი? ბურზუმი ვინ არის? მაგრამ რეგიონები ძალიან სპეციფიკს, ანუ ხო იცი ეს არის როგორც აი რაღაცა ორი სუპერსტარი და ერთი აი ძალიან underground ყველა მისის ბურზუმი, მაგრამ ხო მაინც. არა, underground-ი აი. მე არ ვიცი. მე ვიცი. ხო, მაგრამ თან გავხსენოთ რომ მისი საყვარელი მუსიკოსი Taylor Swift. რომელიც მაინც და მაინც აქ ჩემ თავთან. უი, სხვადასხვა კორს დავახვედრეთ Sabrina Carpenter, იმიტომ ძალიან უყვარს.
და უყურეს პირდაპირ ქორწს. და ტირის. ხო. კითხვა იყო, რომელი იყო ყველაზე საყვარელი დაკენსლებული არტისტი. შენ რომელთან გექნებოდა კოლაბი? დაკენსელების შემდეგ. დაკენსელების ხო, ნუ ცხადია Kanye West-ი, ანუ ამ მუსიკოსებიდან, აი, ხო, ცხადია. შეგიძლია უარი თქვა. ყველაზე უარი შეიძლება თქვა? კი. მართლა? მაგრამ ან ოღონდ მეორე ვარიანტია, რომ იქით თვეში Kanye West-თან შეგიძლია გქონდესო კოლაბი. მე ხლა გეტყვი ჩემს, ანუ Kanye West-ის მუღამი ეს ბოლო პერიოდი ხო არის, რომ ღიად ფაშისტი არის. და ანუ მე ბოლომდე არტისტები ესეთ რაღაცებს რა გაკეთებენ, ვერ ხვდებია თუ ეს აი ცოტა PR პონტისში აკეთებენ და უბრალოდ მობეზდათ რომ მარტო კარგ მუსიკას აკეთებენ და ხო იცი, ანუ Kanye West-ი ხო ჩათვალე რომ და 10 წელი ყველაზე პოზიტიური მარტო კარგ მუსიკას აკეთებს და ყველა იცნობს როგორც ესეთი ტიპს რა და შეიძლება რაღაც მომენტში ბეზდებათ ეს პონტი, რომ ანუ ხო იცი, ყველა მარტო კარგს ანუ აიმე რანჭერა მაგარია, რა გენიოსია და რაღაც მომენტში ბეზდებათ ეს და რომ მიიღონ ეს სტიმული რაღაცნაირი ცხოვრების, შეიძლება მე გადადიან იმაში, რომ ჰიტლერი მაგარია და აქედან მოდის მე ეს. შენ თუ გაგეკეთებია ეგეთი. არა, მე ჯერ არა. არა. ჯერ არა. და რას გაგეკეთებია? ნუ ქართველისთვის სწორი გზა არის ალბათ მე სტალინზე უნდა ჩაუჭირო. მე არ მაქვს საკმარისი აი ასეთ რაღაცებისთვის პოპსტარი უნდა იყო რა ესე თუ ახლა მე ჩემთვის რა ჰიტლერი მაგარია ნუ უბრალოდ უცნაურია ვიღაცა ეთოს რომ კორს მაგრა გაუჭედო ხო ვიღაცა მებია ჩემს მაგრა რა ვთქვა ნათქვამი ხო გქ ინტერვიუში რომ ეს სპეციალურად არჩევ შედარებით პატარა არტისტებთან გიყვარს კოლაბორაცია მე მოусმინე შედარებით პატარა არტისტი სტეფანე სთან უყვარს კოლაბორაცია სტეფანე მამაფლექსი და ნანი ბრეგვადა ეხლა უნდა იწვევს part 2 ტექნიკური ხავები ხმა არ ჩაიწერა იმიტომ რომ კაბელები არ იყო შეერთებული და და მაგზელებთ ისევ კაბელების გარეშე ეხლა წემის ფი როგორ გადაგვარჩინა ეხლა კორცმა ხმას არის წერტ მე ჩემი ხმა დაკარგული ამ გადაცემაში თუ თიკოს ხმა ცოტა დაიკარგა თაკო თინათინის ხმა ეხლა თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ ცოტა ჭრა მოხდა, იმიტომ რომ თიკოს ხმას არ ვიწერდით, ასე რომ რაღაც მომენტში თუ ცოტა ხმა თიკოს არ უშვის. არა, მაინც რო გესმით, ეს იმიტომ არის, რომ ბატონმა კორცმა ჩაიწერა, იმიტომ რომ შეჩვეულა საქართველოში ტექნიკურ ფარვაზებს. მე მზად ვიყავ იმისთვის, რომ რაღაცა მოხდებოდა და მაგიტომ აი აქ მობილურით ვიწერდი ამ ყველაფერს. სანამ პრობლემა შევექნებოდა, მამაფლექსი ახსენა და მე და ეს უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ძალიან გთხოვ, გვიშვა მდგომლო. კორც მამაფლექსთან იქნებ მოვიდეს. თან ახლა ორივენი დავსხდებით ბალაკლავებში, ჩემ შულსაც მოვიყვან პეტერა ბალაკლავკით. კი, ვარდისფერი იქნება ოღონდ ჩვენ ვარდისფერი ძიები იქნება. ხო, მე ვერაფერს ვერ შეგპირდებით. არა, შევპირდი რომ გვიშვა მდგომლო. თორე ის რა სიტყვის მაგას ეს უკვე სიტყვა არის რაც არ ვიცი. გვიშვა ჩვენსა და მას შორის იქნები დამაკავშირებელი ჯაჭვი. ანუ როგორც მოკლე პაუზაში უკვე ვთქვი კლიპის გადაღება მინდა მამაფლექსთან და кайხანია არ პასუხობს. აქეთ უნდა რომ ეშვარდო. ეს მიშვერეთ რა. მამაფლექს სადღა გეძებთ კორცი და ჩვენ. რატო გვემალე? რატომ გვემალები? რატომ არ მოდიხარ დაქალთან? ნახე პროსტა რა ნიჭიერია. წავიგე როგორ მოუხდება თან ამას? აქაურობას მოხდება რა კი. უბრალოდ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ცუდი ბედი გვაქვს როცა ხალხს ვეხვეწებით გადაცემიდან რომ მოდი ჩვენთანა. რატომ? კი ვოცავ ახალ წელს. მედია წელს ანუ მენელა ვიცი რა არის პრობლემა რომ ანუ ბილიონ ტიპს კითხეთ არავინ არ დათანხმდა და ეხლა მე ვარ აქ არა ხოლოდ ერთს ვეკითხებით და ის არ გთანხმდება თორე და შენ ხალხს ვერ ეკინეთ ვინ რა შალო კავიას ხო და ჩვენ გვაინტერესებდა თუ იყავი სერიალზე მუშაობით დაინტერესებული ხო მინდა რომ დეტექტივი ვიყო ხო ჩემი და შენი სერიალი მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ ხარ მეორე დეტექტივი მე ვიქნები შენი ასისტენტი და ჩვენ დანაშაულს ამოხსნით მუსიკით იცი როგორ უნდა იყოს რა მე ვარ როგორც შერლოკ ჰომსი და შენ ხარ დოქტორ ვატსონი და შენ იყავი მორიარტი ეს ვოტსონი და ეს საკმაოდ ისეთი მიწებებული ტიპები არიან ისეთი ქიმია აქვს რა ხო ჩვენ არ გვაქვს ქიმია ხო და მაგიტო ვიფიქრე რომ რატო არ ჩია იქ წყული თქო და ხო ეგეთია აი ვარ შორდებიან ეს მარეთ ხო არა კაია შენც კაი ამ ვიფიქრე ფონში აი, მიდი შემდეგი კითხვა. უი, ბარემ ისიც გითხარი შენი ტოპ სერიალები. ჩემი ტოპ სერიალები, აი არ უყურებ სერიალებს. მე კომპიუტერის თამაშებს ვთამაშობ. გეიმერი ვარ. ქართველ არტისტებთან პატრიოტიზმის პონჩი აკეთებ კოლაბებს თუ მართლა გინდა? ძალიან კაი კითხვა არის. თიკა მოიფიქრე. ორივე
ორივე, ერთი არის რომ აქ ცხოვრობ და ასწორებს რომ შეგიძლია ვიღაცას დაურეკო და გვერდზე არის და გარდა შეგიძლია მამა ფლექსის მამა ფლექსი ბათუმში არის და რა ერთი არის რომ ცხადია ვთვლი რომ საქართველოში ვარ და მინდა ქართველებთან ერთად მუშაობა რაღაცა პატრიოტული ის არის ამის უკან მეორე მხრივ ცხადია არ მინდა ხალხთან მუშაობა ვის მუსიკაც არ მომწონს ვინ არის ეგეთი ბოდიში ვინ არის ეგეთი ანუ ყველა ვისთანაც არ მიმუშავე ვაუ არა ეს ძალიან მე ძალიან იშვიათად ან მიშავთად მომწონს საერთოდ ხელოვნება ანუ ძალიან სპეციფიკური რაღაცები მაქვს ძალიან მომწონს და მე ძირითადად ყველაფერი არ მომწონს მე კოლაბორაციის გაკეთება მიყვარს ანუ ერთად მუშაობის მომენტი მიყვარს ცხადია იმისგან გამომდინარე რომ აქ ვარ ყველაზე ადვილი არის აქ ხალხთან მუშაობა ვის შემოქმედებაც მიყვარს და ერთი არის ცხადია მუსიკა მეორე არის აი რაღაცა პერსონაჟების პონტი არის რა რაც ინსპირაციას გაძლევს რომ რაღაცა მუსიკა მე ხლა ჩემ თავს არ ხედავ როგორც ის ხო იცი რაღაცა აი საბრინა კარპენტერი იმიტომ რომ ნუ არ ვარ საბრინა კარპენტერი მაგრამ აი ყავს საბრინა კარპენტერები აი ვთქვათ აი რა ვიცი მამა ფლექსი ან სტეფანე ან კრიმსი ან რაღაცა აი უფრო აი ხო იცი აი უფრო კარაქტერები რო არიან თან მუსიკას აკეთებენ მაგრამ თან რაღაცა კარაქტერები არიან რაც უფრო larger than life არის რაც ჩვენ გადავწყვეტთ რომ შენ ხარ ქართული მუსიკის Timberland Timberland-ი კი იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გაუბედურდა არა ხო აი ფიტის in the prime Timberland. ხო და ამიტომ ჩვენ გვაინტერესდა შენი აზრით ვინ არის ქართული მუსიკის ნელი ფურტადო. ქართული მუსიკის ნელი ფურტადო, ანუ მე ჩემთან ხშირად უნდა ხო. სტეფანე. კრიმს, აუკვარზე რა კარგები იყავი? იყავი? ვაუ. იცი რა, ნელი ფურტადო ძალიან კონკრეტული ის არის პიროვნება, ანუ ამ ხრივ თან დაკარგულები არიან ნელი ფურტადოს და ტიმბალანდი რაღაცა კატასტროფა მუსიკას ერთ ცოტა აქტუალური არტისტებზე გადავიდა. ტიმბალანდიც ცოტა გაგვახსენდა. აი ეგ პრეზიდენტი დოქტორ დრეც ეგრე არის. აი სურო ფიჩერინგ წერია. აი ყველა ბევრ მაგარ არტისტთან რო არიან და ფიტ Timberland. ანუ Timberland ზოგადად Timberland-ის ისტორია არის, რომ 90-იანებში დაიწყო როგორც პროდიუსერი, ანუ აკეთებდა მუსიკას არტისტებისთვის. ამ სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჰიტი იყო If You Write It ანუ შეხედე, აქ არის პროდიუსერების ახლა ჩიხი რაღაცნაირად, იმიტომ რომ საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ პროდიუსერები ხო მუღამი არის, რომ აკეთებენ არტისტებისთვის, აი ეს larger than life არტისტებისთვის მუსიკას. ანუ ვთქვათ, Timberland-ი აკეთებდა მისი ელიტისთვის და რა ვიცი, Britney Spears-ისთვის, ხო? რამდენიმე ცნობილი Britney Spears ტრეკი Timberland-მა არავინ არ იცის. აქ არის ამ პროდიუსერების რომ ხიან მუსიკას აკეთებენ, მაგრამ მე არავინ არ იცის რომ გააკეთეს ეს მუსიკა, იმიტომ რომ სინამდვილეში წერია Britney Spears რაღაცა ან Sabrina Carpenter რაღაცა. და აქედან მოდის მე ეს პროდიუსერები კაკრას ამ პერიოდში რაღაცა დაემართათ, რომ ანუ ჩვენც გვინდა რომ გაიგონ და მე დაიწყეს ეს ფითებით დაიწყეს ჯერ. მე გადავიდან რომ საკუთარ ალბომები და მე მაინც ყველა დეპრესიაში მოხვდა და drug addiction-ი და Timberland დეპრესიაშია ხა? იყო ნუ ეს ძალიან დიდი ხანი გაქრა და დეპრესიაში იყო და რაღაცა drug addiction და ყველაფერი და მე ხლა ისევ დაიწყო რაღაცა სტრიმინგით და AI მუსიკით და რაღაცა ძალიან ცუდია. ჩვენ გვიყვარს მუსიკა ძალიან. ხა მეც მომინდა რომ ჩემზე თქვან რომ ეგ არისო larger than life. larger than life. ხო ის არის. აი ის ერთხელ იცი საიდან გამახსენდა ერთხელ წავიკითხე სტატია სადაც Snoop Dogg-ზე იყო რა და თქვა რომ Snoop Dogg-მა ეხლა რომ რაღაცა ჯაზ მუსიკის დაკეთება რომ დაიწყოს ან პლეიტის სოლო დაუკრას ან რაღაცა ყველასთვის სულ ერთი იქნება, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი იმიჯი არის Snoop Dogg-ი რომ ფეხბურთის თამაში რომ დაიწყოს მაინც ყველა იქნება ეს Snoop Dogg-ი არის რა და ანუ ეს არის აი ეს რაღაცა აი ზე პოპ არტისტების რაღაცა ფასცინაცია არის რაღაც მომენტში რომ ანუ გააქვს ეს სურათი არტისტის და სულ ერთია რასაც იკეთებენ ეს გააქვს და ეს მარტო მუსიკით ამას ხო ეს მუსიკა პატარა ნაწილი არის ამ ყველაფერში ანუ ნიშნულოვანი მაგარი უნდა იყოს ფრისტაილი რო ნახე მაგ ტიპის სანამ დაიწყებდა თქვა ეს მე რაც ვიცი ეს Snoop Dogg-ი უკვე როგორც ზუსტად ცნობილი იყო მე ვნახე რომ რა მაგრა აკეთებს ფრისტაილს მე იქვე რო იგონებენ და რაღაც ამ აი ეს მე არ ვიცოდი უკარგად ფრისტაილი შეეძლო Snoop Dogg-ს ალბათ შეუძლია. რა დაზეპირებული ქონდა? ქართველი ხო მოსეშვებიან, რა ქვია იმ მარტო ქართველები არა, ზოგადად ცნობილი არის ფრისტაილებში, რომ ყველას დამოუკამებული აქვს წინასწარ, ანუ ძალიან იშვიათი არის მგონი ვიღაცას, რომ ძალიან ბიტი ანუ ხო ბიტს უნდა შეუწყოს სიტყვები, ჩაგირთავენ რაღაც. ბიტზე შეგიძლია 40 ბიტზე იგივე ტექსტი თქვა, ანუ ხო იცი დაახლოებით იგივე რიმ თუ ტემპი და არ იცის. ეხა გაიგო. მე პატარა მოდაში ტოტალიზატორი რო ფინანსებს გვალს ერთზამით მე პატარა რო ვიყავი. გვალს დედამიწაზე. გაქია? ფლუ.
PvP battles. მანდაც უეჭველი დამოღამებული აქვს წინასწარ, აი ხო. ხო, აბა შენ რა გონია რომ ის კოცები freestyle-ს აკეთებენ ესე? აი გატყვირა. ის რო გონია რომ დაპირისპირებული და ყველა კოცი ბოლოს. ამას არა მოჭრით. მე სულ მეგონა პატარა რო ვიყავი რომ Snoop Dogg-ი თვითონ წერდა მუსიკას და ხო იცი სტუდიაში შედიოდა და მართლა ფლეიტას უკრავდა თუ რაც იყო იმ ტრეკში და მე რაღაც მომენტში რომ მივხვდი რომ ეს არ არის ესე ძალიან მეწყინა. სუმიდოდა აი ამ ხელა Snoop Dogg-ი მყოლოდა სახში. არ გინდა? ცოცხალი. ცოტა შეგიშნებოდა. რამ ხელა? და რა სიზამს? ანუ მოიცე ჯუჯას Snoop Dogg-ი? იქაც გაიტიპი იქნება. ამ ხელა Snoop Dogg-ი როგორც არ ვიცი მე პირდაპირ სექს ათამაშოზე ვფიქრობ. გაჩუქებ მაგ სახში. მინდა. ვერ ხვდები უბრალოდ რა არის ამ ხელა Snoop Dogg-ი. ანუ აი სახში მაგ ხელა ძალიან საინტერესო. დირთი თოქი გეკრება შენ და შეგვარს. მოდი Snoop Dogg-ი გავაკეთო. ეს ამ ხელად უჯრაში ენახავ თუ ის Snoop Dogg-ი არა უნდა იდგეს ის და სულ რეპოს თაროზე არის ესე. უფხიზლესი ვარ სამხო. აი მე რა მოთხოვნები გაქვს. უბრალოდ ის მაქვს რა ქვია პოსტ სამშობიარო ტვინი. სანამ იმშობიარებდა ჯერ კიდე იმას იძახდა რომ პრეს სამშობიარო ტვინი მაქვს. ეხლა ხო სამშობა ერთმე. პოსტ სამშობიარო იგივე სიტყვა არის. კი, დაახლოებით. როგორ გავხარდა ეს კარგად ვერ ლაპარაკობს. მაგრამ ის ხალხი ხო შეგხვედრე ახლა შენ ჯერა რომ ნახდად არ გახსოვს ქართული ხოლმე რაღაცა იმიტომ რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი გაქვს ხო გატარებული შვეიცარიაში. მეტი. მაგრამ ის ხალხი არ გაგიზიანებს ხოლმე და შენ ესეთი ესეთი არ არის ნამდვილად. მაგრამ ის ხალხი რო არის რომ აი ქართული დამავიწყდა და აი რაღაცები რო არ ახსოვთ ხოლმე და ანუ აქ რომელი ქუჩა იყო. ანასტასია ბენდუკიძის პაროდიას რა. Shout out. იცი რა არის მე იმდენად სულ ამ ადამიანის როლში ვარ რომ ვერ ვიტყვი სხვა ხალხს. ვერ განსჭირდება. ეხლა 6 წელი აქ ვცხოვრობ და არანაირი excuse არ მაქვს რომ ნორმალურად არ ვლაპარაკობდე მაგიტომ მე ვერც ვერ გატყობ. შენ არ ლაპარაკობ. შენ იმას ლაპარაკობ. თქვენ თქვით რომ უცნაურად ლაპარაკობ და არა გადაწყვიტა და ანუ რა კითხვებს ვინ ამზადებს მე მაგრამ პოსტ სამშობიარო გავხარდა პოსტ სამშობიარო სიტყვა პოსტ სამშობიაროს გავს შუამავალი ხო არ იცოდი. ვაიმე ხო იმენა ტიპს დავაჯვით და მე ხო ვერ ლაპარაკობ და რა კაკა ლაპარაკობ. ზოგადად საყარელია. არ შეგვიძლია. კორდ ჩადოსი თუ გჯერა. ჯადო იცი რა არის? კი. არა. არ გჯერა? არ მჯერა ჯადოსი. მაგრამ რო იპოვო თქვათ, აი ესეთი გაზეთური თმები კონში 7 ნემსი ჩარჭებული და მარილი მოყრილი, აი სადაც გძინავს, წინ რო იყოს ჩამოკიდებული. შეგეშინდება თუ რას იგრძნობ? просто შესაძლებელში მინდა შესვლა. ნემსი. ანუ ეგ და აქეთ რო Snoop Dogg-ი დგას პატარა და რეპავს რა. ანუ ამით გააცოცხლე თუ რა შეიძლება. და იქეთ ლენინის გვამი მავზოლეუმი და გოგო მე ყოველთვის ტროცკი მერჩენა. აუ ალპებში ვიყავი სამი კვირა ვიღაც ბებერ ქალთან სკოლაში ხო სკოლაში ქონდა ისა რომ ყველა ერთხელ ცოტა ხანი ალპებში ფერმაზე უნდა წახვიდეთ რა რომ გაიგოთ რა არის ნამდვილი ცხოვრება ნამდვილი და ავედი ალპებში ფერმაზე სადღაც შორს ალპებში და პირველი ტიპა მითხრა ქართველი ვარო ხო მე ტროცკის ვარ და უცე მაჩვენა ოთახი სადაც ძველი გაზეთის ტროცკის სურათები თქო გოგო დაგვრჩენია კითხვები ჩქარჩქარა ხნა ადმინისტრ შენ მე მაინტერესებს მან ეგეთი სკოლის ექსკურსიები გქონდათ წამოდი ალპებში ხო ფოსტორიაზას დროში განაყოთ ნამდვილი ცხოვრება სვანანურში ჩავკუდით ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი თემა არის აგრეთვე ყოშა არის აგრეთვე dating ასე რომ ეხა მომემზადე და რაღაც მაგალითები გვინდა რა რჩევებს ვიღებთ ხოლმე სხვადასხვა არტისტებისგან და ასე შემდეგ ხო და შენთვის გაქვს ეგეთი კითხვა რომ თუ პირველად მიდიხარ დეიტზე ვიღაცასთან რა და სადღაც აი 10 წუთში ხვდები რომ ეს ადამიანი არ არის რას ანუ წამოხვალ ეგრევე იტყვი რომ ბოდიში პუდრი უნდა მივყარო ცხვირზე და გახვალ და აღარ დავრუნდები თუ აი თუ მაინც ბოლომდე დარჩები და მე აღარ დაურეკავ თუ აი რას ვიცი რა მე პირდაპირ უნდა confession თქვა ფაქტიურად არასოდეს არ ყოფილვარ დეიტზე და არ ვიცი
მე შეყვარებული მყავსო. ხო, მაგრამ date ხო იცი რაღაცა ძალიან კონკრეტული რაღაცა არის, ვიღაცას ხვდები, მიდიხარ და ეს არ პირდაპირ ხელსაწერს. ხო, პირდაპირ, სხვა კონტექსტში ვიღაცა თუ გაიცანი და რაღაცა, შენ სხვა კონტექსტში იცნობ ხალხს? ხო, აბა მე პრივილეგი მაქვს, რომ საკმარის ხალხს ვიცნობ ცხოვრებაში. ვაიმე. თადა ჩვენი სტუმრების 90% დეიტზე არ არის ნაყოფი და ეცამი დრო მაგას ზახიან არ ვიცი. სხვა ყვარგონია. არა, მე მართლა ანუ მახსოვს რაღაცა გარკვეული დრო, სადაც მინდოდა დეიტებზე სიარული და არასოდეს არ გამოდიოდა. მე პირდაპირ უნდა გითხრათ, სანამ მუსიკის კეთება არ დავიწყე და σანამ ერთ-ორ ტიპს მოეწონა, არანაირი love life არ მქონდა. ანუ ჩემთვის ეს პირდაპირ link არის. ხო. მოდი შევწევ. ვაჟიშვილობა რა ასაკში დაკარგ. ეს მე ჭრისთვის. 16 თუ 15, ალბათ 16 უფრო. მაგრამ არ გიყვარდა ეს ადამიანი. კი. აბა love life არ მქონიაო. ანუ ერთზამით მე 16 წლის რო ვიყავი ძალიან ბედი მქონდა და ერთი შეყვარებული მქონდა 2 წელი. მე შემდეგი 8 წელი არაფერი არ იყო დაახლოებით. მაგიტომ არ გამოდიოდა მე ძალიან ხშირად მიყვარდებოდა გოგოები და არასოდეს ანუ სულ მაფრენზონებდნენ. მეც ეგრე ვარ, მეც 10 out of 10 მაფრენზონებდა დაახლოებით და სულ ესე გრძელდებოდა რაღაც მომენტში ვიფიქრე ალბათ აზრი აღარ აქვს და ხო, მე მუსიკა მოვიდა და მეც ვარ შევიდე მუსიკას. კიდე მეშვები. იარა რეიტინგზე ნახე ესეც ხო გკითხეს, აი ეს. ხო, რატომ დაშორდი ანანო ბაკურაძეს? საფრანგეთში წავიდა. აუ, long distance მე მეგონა იქ გაიცანი. თან ეს იმიტომ გკითხეთ, რომ შენ თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვა მიგაქვს, რომ აი ანანოს ვასმენინებ ხოლმე, ანუ you're out და ეს იყო საჯარო. არა, მე ჩემი კითხვა არ არის თან. ეს ჩემი არ არის, შემოვიდა. იმისი არის 30 წლის გოგო, საბურთალოდან. ჩვენი ერთგული მაყურებელი. საფრანგეთში წავიდა და სხვათა შორის ახლა შვილი ყავს, ვულოცავთ. უი მართლა. ხო, რაღაცა 5 დღის წინ, თუ 4 დღის წინ, მაგრამ ეს უნდა გავა ალბათ უკვე 1 თვის წინ მაგით. ანუ 2 თვის წინ. როგორ წარმოდგენა აქვს ჩვენს ისოს შვილი ყავს პროდაქშენის. რით განსხვავდება თბილისელ და შვეიცარიელ გოგოებთან დეიტინგიო, მაგრამ ფაქტიურად უპასუხა. აქ აი რაღაცა ესეთ სიტუაციაში რო არო გოგო მომწონს უკვე და ველაპარაკები სულ პირველი ფრაზა სულ არის რომ მე პირველად გავიგე შენ შესახებ და უკვე ხო იცი რაღაცა აი არ ვიცი თუ რაღაცა defense mechanism არის თუ რაღაცა რომ ანუ ხანდახან უბრალოდ ესე მეუბნებიან ვაიმე ხო შენ მუსიკას აკეთებ და აშკარად რომ ანუ ვიცი რომ ჩემ კონცერტზე იყო ორი დღე და რაღაცა ანუ backstage ხარ შენ ეხა დამუკავე აი ძალიან სტანდარტული ფენომენი არის და უკვე ნელა რაღაცა ვფიქრობ რომ რა აუ სხვათა შორის შენ არ ხარ პირველი გახსოვს იმანაც გვითხრა ეკა ხო რომ ანუ აი ეკა დემეტრაძე ხო იცი მსახიობი არა ინტერესებს სერიალი ხო რომ აი მე კი არ ვუყურებ მაგრამ და მეც მქონია ანუ დეიტინგი არა დეიტი არა არ უთხოვია ჩემთვის მაგრამ ესე რომ შემხედრიან ხო იმ დღეს რამოდენიმე დღის წინ ვიღაცა მითხრა რომ შენი ძალიან კრინჯობა პოდკასტი და როდის გამოდის შემდეგ მე სხვა არის ეს ნიშნავს რომ აღიარა რომ შენ პოდკასტს უყურებ და იცის ვინ ხარ მე გეუბნები რომ აი ფიზიკურად რომ აი გაგებაში ანუ შეიძლება მართლა არ იციან მაგრამ ანუ ცოტა იციან ხო მაგრამ ცოტა იცი რა შეიძლება ერიდებათ იცი შეიძლება ალბათ მაგათი გაგებაც აგრეთვე რომ შეიძლება ძალიან მოსწონთ თქვენი მუსიკა ბატონო კორც და ამის გამო რა შენ რო უცებ რომ ეხლა რო თქვა ხო ვა შენ მუსიკას აკეთებ მაგიტომ მოვიყვანეთ ვა შენ დაახლოებით ეს ხო ძალიან ცნობილი ხარ აი ძალიან ცნობილი ხარ საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ იცი და შენი მუსიკა ისეთი არის რომ უკვე მეინსტრიმი არის ჩემი აზრით ანუ იმებს საუნდებს რო ეძებ ხოლმე ინსტაგრამზე სტორისთვის შენ რამე რა ის საშინელება არა კაია და საშინელება არის საშინელება იმიტომ არის რომ საუნდები ძირითადად ხდებიან ტრეკები რაც დიდად არ მოგწონს არ მოგწონს არა მომწონს ყველაფერი რასაც ვაკეთებ მაგრამ ჩემ თავს უსმენო ხო არა მაგრამ აი არსებობს მუსიკა რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ რომ წმინდად ჩემი გულის ნაფრქვევი რაღაცა ესეთი არის და მე ეს მუსიკა რასაც ესა გვერდზე ხუმრობით ვაკეთებ და ზოგადად საუნდები და პოპულარული რაც ხდება არის უფრო ეს რაღაცა აი ეს აი ძალიან განსხვავება არის მაგიტომ ბევრად მიყვარს ლაივები ვიდრე მუსიკის გამოშვება რა იმიტომ რომ მუსიკის გამოშვება მე რაღაცა pipeline-ში მიდის სავარაუდოდ TikTok-ზე და ან
ხოჭი რაღაც ბევრი რაღაცა არის და მე იქიდან გამომდინარე ხალხს ან მოსწონს ან არ მოსწონს. ლაივში შეგიძლია ვაფშე სხვა რაღაცა, ანუ აბსოლუტურად ახალი რაღაცა დაუკრა, რაც არავის არასოდეს გაგენილი არ აქვს და იმდენად რაღაცა ნატურალურად და ღიად წარმოადგინო, რომ ყველა იმ მომენტში ხვდება რაზე არის. და ეს არის ჩემი აზრით ლაივის ყველაზე დიდი მუღამი არის, რომ აბსოლუტურად რაღაცები დაუკრა, რაც არავინ არ იცის. მართლა მე როგორც მაყურებლისგან ძალიან აი რამდენჯერაც Killage-ის კონცერტზე ვარ ნაყოფი, სულ ახალ რაღაცებს უკრავენ და ძალიან ნერვი მეშინია. სიგრე კაი ბენდია, სულ ახალს ხო, წერენ. ბევრჯერაც არ ვარ ნაყოფი, ანუ როგორც მაყურებელს მე არ მიხარია სულ ბენდი ახალს. როგორც live act-ი არ მოგწონს, ეს სხვა არის, ანუ შეიძლება ვიღაცა სხვას მოსწონს, ანუ. Killage ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უბრალოდ Taylor Swift. იმიტომ ეს ხო, ანუ ეს ხო ან იმაში ხანდახან ხო იცი live act-ებში ანუ ისმის რომ შეიძლება რომ ახალი ტრეკი დაუკრა ხო იცი ცოტა ეს მომენტი არის რომ არ მინდა რომ გავაბრაზო რაღაცა ფანები ვინც მე აი შენსავით მე რაღაცა არა მიქსი კარგია ყოველთვის მაგრამ ერთი ოფენიანი იყო რომ ანუ გამოვიდნენ და იცით ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს იქნება ის ადგილი სადაც ჩვენ ახალ ალბომს დაუკრავთ და იმენა არა რატო ჩემი საყვარელი live act-ები არიან აი ჯეიმს ბრაუნი და პრინცი იმიტომ რომ პირა ძალიან ჩქარა ხდებოდა ყველაფერი რა იმათ ლაივებში. ანუ ერთ ტრეკიდან მეორეში, ორი ტრეკი ერთმანეთში ერეოდა, ერთი ტრეკი შეიძლება სხვა ტრეკის სიმღერაში ერთად რაღაცა და სულ ესე გადადიოდა და ეს ძალიან მომწონს და ესე რო არის გაკეთებული, მგონი ახლებიც რო დაუკრა ძველებიც, ვაფშე რაც არიცი, კლასიკებიც, გერევა ყველაფერი თავში და მე სულ ერთი არის. მგონი ეს არის მუღამი. მე უნდა აღვნიშნო რომ შენ რა არის ყველაზე საყვარელი ლაივი რასაც ყოფილი? Beyoncé. მე დავიღალე Beyoncé არა. 2 საათ ნახევარი ეს ქალი ცეკვავდა მღეროდა. ოლეოლა დაიწყო იმით, რომ Instagram-ზე ვნახე ვიდეო, სადაც ამას მღეროდნენ ქუჩაში ეს მასკებიანი კაცები და ვიფიქრე, რომ გავს ძალიან იმ ერთ ტრეკს Kanye West-ის ანუ მე არ ვიფიქრე დროს ვაჩვენე ჩემ მეგობარი დრო ხო იცით რეპერი რო არის კი მაგრამ თუ დეიტზე წავავთოდეს მე ვიტყვი რომ მე არასდროს შესახებ მე აქ რო იყოს უნდა ესაკეთო შენც მუსიკა და დრომ თქვა რომ ეს ძალიან გავს იმას Kanye West-ის კარნევალსო იცი ახალი Kanye West-ის ახალი რა 2 წლის წინ აი რაღაცა კაცების გაგიჟების მერე ანუ ხო გაგიჟების მერე არის რაღაცა აი იტალიელი ფეხბურთის მოთამაშეები ჩაწერა როგორ ყვირიან ჰო რაღაცა ესა ტაკი არის რა და ეს კაცები აქ რომ ღეროდან ოლეოლა იყო რა დაახლოებით ეს პონტი არის და მეც ვიფიქრე რომ კაი მოდი მაშინ მაგ პონტის ბიტს დავაძებ და თან შვეიცარიაში ვიყავ მაგ პერიოდში და ხო იცი რაღაცა ცოტა მეც მინდოდა რომ რაღაცნაირად ჩავერთო ამ ყველაფერში და ხო და მე დავდეთ და მე დაგხვდა გავაირავდა მე დახვდნენ ხო ხო ეს ამას кайხანი დასჭირდა სხვათა შორის აი პირველი იანვრის მერე მე მუქრებოდნენ და მე უკვე მეგონა რომ ხო იცი მობეზდა თან რა დაავიწყდა თან რაღაც ცოტა მე უცებ იმენა ყველაფრის მერე არ ფიქრობ ხოლმე რომ აი წასვლამდე აქედანო კი ხანდახან ვფიქრობ ჩემი აზრით ჩვენ არ უნდა წავიდეთ არა და ვინა ტიპშა ისე ყიდულობს ის რიგი გაიებდება ლონდონის ბილეთები არა ხანდახან ვფიქრობ მაგრამ აი რა ვიცი მაინც რაღაც მონში მომწონს აქ როგორც ვარ და როგორც ხო იცი რა გარემო რაშიც მუშაობ და საკმაოდ რა ვიცი აი ხო მაინც ორ მხრივი რაღაცა არის. ერთი არის რომ იმ შემთხვევის მერე ხო იცი ცოტა გარეთ გასვლაზე ცოტა weird გზნობა მქონდა და დღემდე ცოტა დამძდევს ეს რომ აი თავისუფლად გარეთ სულ რაღაცა მაინც სულ ის არის რომ შეიძლება ვიღაცა სადღაც დაგხვდეს. კიდე ეხლაც გაკეთე? ერთხელ მოხდა ეს და მეორედ იყო სხვათა შორის Mama Flex-ის ლაივის მერე. იქ ბათუმში უკრავდით ერთად და მე სახში წავედით და იქაც გამოგვეკიდნენ ისე 4 კაცი. და მაგრამ იქ უკვე security მყონდა აყვანილი და ახლა მან ლაივებზე მარტო private security-თან დავდივარ. ლუკა ბერაძის ხმელია საქართველოსთვის შექმნილი მუსიკა. დიახ. და როგორი გამოცდილება იყო მაინტერესებს. მე ძალიან მომწონს აი დასაწყისში introduction გამიკეთა აი რა მასალა რაზე იღებს ფილმს და ეს ყველაფერი ძალიან მომეწონდა და ამაზე მომივიდა ძირითადად იდეები და რაღაცა და მე უკვე რა ვქათი რომ ნახე ხო იცი რატომ და მე ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა ბოლოში ფაქტიურად ლუკა ბერაძემ ჩემი მანამდე გაკეთებული მუსიკით აი ააწყო ფილმზე ეს ყველაფერი მაგიტომ მე ბოლომდე ჩემზე არ ავიღებ ამ კინომუსიკის ანუ ჩემი მუსიკა არის მაგრამ ლუკა ბერაძემ დაჭრა ააწყო თავისი რაღაცა უქნა და ბოლოს ძალიან კაი გამოვიდა მაგრამ ძალიან კაი გამოვიდა გული აგიტირდება დოკუმენტურ ფილმში აი ხა ნინიკო იღებს დოკუმენტურ ფილმს ხო იქნება ეს დამიწერა როცა იქნება კორდ როდის დაიდროპება სიმღერა რომელიც TikTok-ზე დადე და ბევრი პუა ფიგურირებს შიგნით
ეს ალბათ ახალი Mama Flex-ის სიმღერა. აი დაუბრუნდით თემაზე რომ ვიპასუხოს. Mama Flex. მიდი, ნომერი არ გაქვს დაურეკე. აი ჯადორო იპოვო. მე ძალიან მეინტერესებს მართლა გთხოვ. მე აი ვერ ხვდები რას ნიშნავს ჯადორო იყოს ჩამოკიდებული. ეხლა აღიხსნე შეხედე ბოდიში ნინიკო. აი ესეთ რაღაცას პოულობ, აი რაღაც გაქონილი თმა, გადახვეული შავ პარკში, მარილი მოყრილი და 7 ნემსი. ეხლა ეს ხო ვერ იქნება უბრალოდ ნაგავი. ხო. და აწერია კორწ. აჰა. არ ექნება დიდი გავლენა მგონი ჩემს. ხო და მაშინ არც ექნება გავლენა თუ არ გეშინია. კაია. შენ გეშინია და გონია რომ ექნება გიხარდება ეხლა. ეგრო ვიპოვო? რაღაცა, შენ რაღაც წყევლის თუ ხო, რაღაცა წყევლასა. აი ჯადო მაგას აი არის ცოტა რას ნიშნავს და მაგიტო. არა, ჯადო მე მეგონა აი როგორც აი როცა ჰერი პოტერის ჯადოზე ლაპარაკობდი. არა, წყევლასავით არის, რომ რაღაც ცუდები მოხდება შენ ცხოვრებაში. ჯადო მან სხვა. ოკეი. ან შეიძლება უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ეხლა ხარ, რო არა ეს ჯადო. ხო. აი მაგალითად, როცა ქმარი ცოლს ხალხობს საქართველოში, ან სვამს ყოველწამე რომ ჯადოა. ხო, ამ კაცს ჯადო არასდროს გავიკეთე. არჯერაც რომ ის თვითონ იზამს. აი საერთოდ არ ვიცოდი ეს ყველაფერი, ახლა გავიგე პირველად. ჩვენ აგრეთვე საგანმანათლებლო პოდკასტი. კაცებზე რომლებიც სვამენ და ცოლებს ღალატობენ. ზუსტად ეგ არის ჩვენი თემა. არისო ეგ. მაგიტომ ვარ მე აქ. ნო. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა მე როგორ მოვიქცეოდი და ჩვენი მაყურებელი ხანდახან გვწერს რაღაცა რაც ხდება მათ ცხოვრებაში და ჩვენ ვიცახით ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას. ხო. ხო. აი მაგალითად ეს. აი ესეთი მოგწერა გოგონამ, მქონდა შემთხვევა, დეითებზე მეპატიჟებოდა ტიპი ინტენსიურად, თითქმის ყოველ დღე. და ეს ტიპი ყველა დეითზე სულ ტელეფონში იყო და მე მესიჯობდა. ასე დროს როგორ უნდა მოიქცე? ეს ვისთვის იყო ეს შეკითხვა? ჯერ ჩემთვის არ იყო ეს. ზოგადად ჩვენი სტუმრისთვის. გამოგიგზავნეს რომ თქვენ ხმარს კითხეთ. ოკეი. მე ვიტყოდი რომ ალბათ ხო და წახვიდე პროსტა ადგე და მე წახვიდე. ისე წერს, გთხოვ შემხვდი, მიყვარხარ, მე მე შეხვდები უნდა ისე. უთხრას რომ მაშინ მობილურზე ზიხარ, ხო არ გას რა. ანუ დებილი ხარ, ისთვის მოდიხარ და მე ძალიან კონფრონტაციაზე წავიდოდი პირდაპირ. ანუ საგერჩევა. ხო რა. აი ხო. კი. აი. ეს თქვა. ესე ვიზამდი მე. გოგორო ვიყავდი ისე. შეიძლება ბიჭი, თუ არა ბიჭი მოწერა ხო, ერთი არა, ტიპია. გოგოს მოწერილი ვარ. ხო, მაგრამ სხვა მარტო ბიჭები მგონი არ აკეთებენ, გოგოებიც ხშირად არიან. ტელეფონში? მე საერთოდ ოჯახებს ხედავ ასე, ხო იმაზე რა ქვია, საშობაო ორგანიზაციებზე შეიკრებიან და ყველა მობილურში. ეს არის ახალი მე ვერ გამშივა ვერავის, იმიტომ რომ მობილურში მაგ. კი ბატონო. მაგრამ უნდა ვთქვა რომ ანუ რაღაც მომენტებში უბრალოდ მეცინება შეიძლება სერიოზულ რაღაცას ლაპარაკობს და მეცინება იმით ეს მიკროფონი არის არაფერი. და ნახეთ, ეს ამას რა кай ფერები აქვს. ფერი ეს გასვენების ფერი. იმ წინა სტუდიაში შილაფლავის ფერი ფარდა. აქ სარიტუალო საფრის ფარდა. მაგრამ ყველა შევინარჩუნეთ და ბოლომდე ხელში გვეჭირა. გიჭირა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან ძალიან გავერთე, ძალიან კარგი იყო. კარგია რომ გაგიცანით, იმედია აწირო შეგხვდებით და გამახსოვრდებით. ნუ თუ სხვისა ვარ შეიცვლით სხვა რაღაცა. წითელი თვიანი თუ არ გავიჩით ეს. არიკები და ძალიან ხდება ხალხო. მე მივიდივარ ლონდონში და ლონდონში თუ გექნება ლაივი შევეხმიანე. ჩერის TikTok-ი გაიგებ. შენ არ გავხსნით რა. არ მაქვს ხო, მაგრამ კაი თიკო მეტყვის. და მოვალ და ვაიმე ვინ ვინ არის არის ეს? თქვენ ქართველი ხართ? ვაიმე მე ტროცკელი. მეც მიყვარს ნუ. დიდი მადლობა, ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გვიყვარს შენი მუსიკა და გვიხარია რომ დარჩით აქალთან, მაგრამ სანამ წახვალ, ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ის არის შენი კამერა. ეხლა შენ უნდა ჩახედო იმას და თქვენ რომ შენ ხარ კორძი, დღეს იძახი რომ დაქალთან რჩები, მაგრამ სინამდვილეში რას გააკეთებდი? უნდა მოვიფიქრო რა არის ეს. ანუ მე უნდა მოვიფიქრო დაქალ ან რა შეფაში მოიწვე? თქვენ ჩემი ტყუილი ხართ თუ არა, თუ შემარჩენი მართალი, მაგრამ რა შემთხვევაში მოიწვევდი რომ დაქალთან რჩები? ეს კონდა ტეკავაი. ასე უნდა თქვა, გამარჯობა, მე ვარ კორძი. ჰინტი მომეცით, ჰინტი რაღაცა. გამარჯობა, მე ვარ კორძი. დღეს ვამბობ რომ რჩები დაქალთან, მაგრამ სინამდვილეში კაზინოში მივდივარ და გავყიდე დედაჩემის ავეჯი, რაღაც ესეც. რაღაც შეგიძლიათ თქვა ასე. აი, გამარჯობათ. გამარჯობათ, მე ვარ კორძი. დღეს დაქალებში მივდივარ რა, ვერ უნდა ვქნა.
დღეს ვამბობ რომ რჩები დაკარგა, მაგრამ სინამდვილეში დღეს ვამბობ რომ რჩები და თავიდან დაიწყო. დაიდიტე მე რა ხო ვერ ის მე დაჟე. ეხა შეგაგლანძღავს ისე. შიგვარა გაკრებული ხარ. მობილოზე რატოზე ხმა არ მუშაობს და ვაფშე რა. მე მეძახე. და ის მიკროფონი რატო ვიჭრავს უკაბელო. კაი, მე დღეს ვითომ და ქალებთან მივდივარ, მაგრამ სვიმნამდვილეში. მართლა მივდივარ. ეს ხო ეს იდეაში ხო რაღაცა სინამდვილეში ასაკეთ. ანუ ამაზე უარესი უნდა იყოს რა. ვიდრე ხა კენიკი. კაი, გეი სვინგერ პარტიზე მივდივარ. შაჩაბას 8 ნომერი. ისეგება 4 შაბათს 8 საათს. ძალიან დიდი მადლობა კაფე Air, სადაც ჩვენ წერთ ამ გადაცემას, რომელებაც მოგვიწყეს ძალიან ლამაზი სტუდია. თქვენც თუ გინდათ რომ ჩაწეროთ პოდკასტი, მათ აქვთ საშუალება რომ დაგეხმაროთ ამის გაკეთებაში. აგრეთვე ძალიან დიდი მადლობა კავია პლუს, სადაც ახლა უყურებთ ამ გადაცემას და შეგიძლიათ მალე YouTube-ზე დაიდება და გამოგვიწეროთ აგრეთვე YouTube-ზე. ახლა უკვე ახალი წელი არ არის, მაგრამ მაინც გილოცავთ. ჩინური ახალი წლის მერე დაიდება ეს. კი ხო. როდის? არ ვიცი როდის არის, მაგრამ დავამთხოთ. დროებით დაქალება.